სადღესასწაულო პერიოდთან დაკავშირებით საშობაოდ ფასები მთელს მსოფლიოში იზრდება. ფასების ზრდა მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნის ზრდით გამომდინარეობს, რადგან მომხმარებლები ამ პერიოდში ყიდულობენ როგორც საჩუქრებს, ასევე საახალწლო დეკორაციებს და გეგმავენ მოგზაურობებს. შედეგად, მზარდი მოთხოვნა ფასებზე ასახვას პოვებს. საშობაო სეზონი სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დროს იწყება. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში საშობაო სეზონი ოქტომბრის დასაწყისში იწყება, ასევე კანადაში ოქტომბრის ბოლოს, გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში კი ნოემბრიდან. აი ნოემბრის შუა რიცხვებში იწყება საახალწლო სეზონი საქართველოშიც და დამსვენებლები არჩევანის გაკეთებას ახალ წლამდე რამდენიმე კვირით თუ თვით ადრეც კი აკეთებენ, რადგან საშობაო ტურების დაგეგმვა და ასევე ტურებზე ჯავშნების მიღება დაწყებულია და შეიძლება ითქვას დასასრულისკენაც კი მიდის. ჩვენც დავინტერესდით თუ რომელი მიმართულებები არის საშობაო პერიოდში ყველაზე მოთხოვნადი და დაახლოებით რა ღირს წელს მოგზაურობა. ანასტასია გაბუნია Art Travel-ის დამფუძნებელი უკვე შემოგვიერთდა საქმე დილას ეთერში და მასთან ერთად გავაგრძელებთ საუბარს. მოგესალმებით, ანასტასია. მადლობა გადაცემაში სტუმრობისათვის. მადლობა თქვენ. მესმის რომ ეხლა განსაკუთრებით დატვირთული პერიოდი არის ტურისტული კომპანიებისათვის, თუმცა საინტერესო არის მათთვის მოვიკითხოთ ის ფასები, ის მიმართულებები, ვინც ეხლა გეგმავს. განსაკუთრებით ახალი წლის შემდეგ უკვე ამ გადავა ეს პერიოდი დასვენებას. წელს რა არის მთავარი მიმართულება მსოფლიოს რომელ მხარეს? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა მოწვევისთვის. წლევანდელ სეზონს, რაც შეეხება საშობაო საახალწლოს, რა თქმა უნდა, პირველ ადგილას არის ევროპა საშობაოდ მოსანახულებელი და არის საოცარი სილამაზე, რა თქმა უნდა, და ამას არ აკლდება არც ჩვენი ქართველი ტურისტი საზღვარგარეთ. შემდეგ უკვე თბილი ქვეყნებისკენ მიიწევენ საახალწლოდ, რადგან ჩვენთან უფრო სიცივეა და ალბათ ყველას უფრო ურჩევნია, რომ ახალ წელს სანაპიროზე და ზღვაზე შეხვდეს თბილად. აქედან გამომდინარე, დატვირთულია ძალიან ემირატების მიმართულება, ტაილანდის მიმართულება, ინდონეზია, მალდივები და ასე შემდეგ. რაც შეეხება უკვე ეტაპობრივად ახალი წლის გარდამავალი პერიოდი თებერვლისკენ, ასე ვთქვათ, აქ უკვე აქტიურად იწყება საკრუიზო მიმართულებები, ასევე ემირატების მიმართულებით და უკვე ის ღონისძიებები, რომელსაც ძალიან შეეჩვია ჩვენი ქართველი ტურისტი და აურაცხელი რაოდენობა ეს საფეხბურთო მიმართულება, რაც ძალიან მოსწონთ და გვახარებს ჩვენს, რა თქმა უნდა, ჩვენი მიმართულებით. რა თქმა უნდა, იტალიის მიმართულებით, ჩვენი თანამოქალაქის წარმატება. ჩვენთვის თვალით ხილული რომ არის ესე ახლოდან. იმიტომ რომ ევროპა მაინც ასე თუ ისე ახლოს არის ჩვენთან და გვაქვს შესაძლებლობა რომ ფასების ლავირების მიხედვით იგივე ქუთაისიდან გავფრინდეთ თუ თბილისიდან გავფრინდეთ, ძირითადად ფასები წელს როგორ მერყეობს, რა ფასებიდან იწყება? მოგახსენებთ, იქიდან გამომდინარე რომ საკმაოდ ბიუჯეტური ავიაკომპანია ყავს საქართველოს ბაზარზე. საკმაოდ ხელმისაწვდომია ევროპის მიმართულებით ფასები. საშუალო ღირებულება, მართლა ის რომ დავასახელოთ, შეიძლება 400 ლარიდან იყოს უკვე მოთხოვნიდან გამომდინარე ზევით და ზევით, რა თქმა უნდა. თუმცა ევროპაში მოგზაურობა ჩვენთვის არის საკმაოდ ხელმისაწვდომი და ეს ალბათ ქვეყნის წინსვლასაც უკვე ეტყობა და გვახარებს. გასულ წელთან შედარებით ფასები მაინც წელს მომატებულია თუ იგივე ფასები შენარჩუნდა? ზოგადად ფასების მატება პანდემიის შემდეგ ძალიან იგრძნობოდა, თუმცა რაღაცნაირად მოვახერხეთ ჩვენს მსოფლიომაც, რომ რეგულაციები შეგვენარჩუნებინა და დავარეგულიროთ, ასე ვთქვათ, ბაზარზე ის ღირებულება, რაც ჰქონდა პანდემიამდე. თუმცა არ არის ისეთი დაბალი ფასი, მაგრამ უკვე ხელმისაწვდომია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი შემოსავალიც ალბათ ოდნავ უფრო გაიზარდა და მივყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ ამ მიმართულებებს. ამ პერიოდში განსაკუთრებით ჩვენი სტუმრობის მთავარი მიზანი ევროპის ქვეყნებში არის ის საშობაო ბაზრობები, ხო, რასაც როგორც აკეთებენ ხოლმე, როგორც წესი და ძალიან ლამაზიც არის. თუმცა არანაკლები არის მათ შორის თბილისის საშობაო ბაზრობაც და ჩემი პირადი ის ესეთი არის, მოკლედ დამოკიდებულება ამის მიმართ. თუმცა იმიტომ რომ Art Travel-ი როგორც გამყვანაც შემომავალ ტურიზმზე მუშაობს, თბილისის აი ამ საშობაო ბაზრობების დაინტერესება რამდენად აქტუალური არის და ძირითადად საიდან არის? კი ბატონო, საკმაოდ აქტიური მოთხოვნა თბილისთან დაკავშირებით, როგორც შემომყვან ტურისტებს ეხება ეს ასევე მეზობელი ქვეყნებიდან. იქიდან გამომდინარე, ნამდვილად უდაოდ ულამაზესია თბილისი, როგორც საახალწლოდ, ისედაც ეს ალბათ რაღაც მიკერძოებაში არ ჩამეთვლება. დიდი მოთხოვნა, საკმაოდ ბევრი ტურისტის მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ ამ მხრივ.
და გვახარებს, რომ ისეთივე მოწინავე ქალაქების გვერდით ვართ, როგორიც ვენა არის, როგორც პრაღა და ერთ-ერთია თბილისი ნამდვილად. ხო, არა, სტატიაშიც მოხვედრილა თბილისი იმ 10 ქვეყანას შორის, სადაც საშობაოდ აუცილებლად უნდა ეწვია. ძირითადად რომელი ქვეყნებიდან გსტუმრობენ? ძირითადად ძალიან დატვირთულები ვართ მეზობელი ქვეყნებიდან და ასევე საკმაოდ დიდი რაოდენობა გერმანიის მხრიდან შემოსვლელი ჩვენს ქვეყანაში, რაც ნამდვილად გასახარია სტატისტიკურად. რა თქმა უნდა, ცოტა მეტი პროგნოზიც რო გავაკეთოთ და იმ მაყურებლებისაც, რომლებიც ახლა გეგმავენ და დასვენებას ევროპის ან სხვა მიმართულებით, როდის არის საუკეთესო პერიოდი, მაგალითად ტურისტულ კომპანიას დავუკავშირდეთ, შევიძინოთ ბილეთი სასურველ ფასად ან უბრალოდ ტური დავჯავშნოთ სრული, რასაც არტყრეველი ასევე ამის საშუალებას იძლევა და რა მიმართულებები არის აქტუალური, ალბათ უფრო გაზაფხულის პერიოდში. მაგახსენებთ იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად ნაადრევი ჯავშნის პირობები არის საუკეთესო ვარიანტი იმისთვის, რომ ბიუჯეტურად იმოგზაუროთ. წლის ბოლო შეჯამება გავაკეთეთ უკვე ჩვენ ანტალიაში ორჯერ. არტყრეველი იყო მიწვეული სეზონიდან გამომდინარე, წარმატებით ჩატარებული სეზონიდან გამომდინარე ანტალიაში და მიიღო არაერთი ჯილდო საუკეთესო გაყიდვების და ეს არის სწორედ იმის დამსახურება, რომ ჩვენი მომხმარებელი თადარიგს იჭერს და ზაფხულის სეზონისთვის იანვრიდან უკვე იწყებს თურქეთის მიმართულებით ჯავშნებს. ეს არ ეხება მხოლოდ თურქეთს, რა თქმა უნდა, ყველა მიმართულებას ეხება და თუ თქვენ გსურთ, რომ ბიუჯეტურად იმოგზაუროთ, 6 თვე უნდა აიღოთ დასაჯავშნ პერიოდად, ასე ვთქვათ, რომ თქვენი საოცნებო ტური გამოვიდეს ბიუჯეტურიც და დაუვიწყართ, რა თქმა უნდა. პროგნოზები როგორი გაქვთ 2024 წლის? როგორ შეიძლება რომ შეიცვალოს სურათი, როგორც ფასების კუთხით, ასევე შესაძლოა დამსვენებლების ქცევის, სხვა მიმართულებების არჩევის? კი ბატონო, 2024 წელს იმედი გვაქვს და ჩვენი პროგნოზი არის იქითკენ მიმართული, რომ ფასები იქნება სტაბილური და არ გაიზრდება იმაზე მეტად, ვიდრე ეს გასულ წლებში იყო. პროდუქტიც არის უფრო მეტი და ალბათ ეს ადამიანთა რაოდენობა გადანაწილდება ძალიან ბევრ მიმართულებაზე და არ იქნება რაიმე კონკრეტული ერთისკენ მიმართული, რაც ხელოვნურად შემდეგ უკვე ფასს აძვირებს ბუნებრივია ერთ პროდუქტს, როცა ვთავაზობთ მხოლოდ მომხმარებელს. მადლობა, ანასტასია, ძალიან საინტერესო საუბრისთვის დარწმუნებული ვარ, ძალიან საჭირო ინფორმაცია მივაწოდეთ ჩვენს მაყურებლებს, მით უმეტეს ამ საშობაო პერიოდში. მადლობა კიდევ ერთხელ. ანასტასია გაბუნია არტყრეველის დამფუძნებელი იყო ჩვენთან ერთად.